ეს დარღვევა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, რომლის ფორმითაც ამ ეტაპზე ჩვენ მუშაობთ რუსეთის ფედერაციასთან, იმიტომ რომ ეს არის არა მხოლოდ ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევა, არამედ ეს არის კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევა. მე აღვიქვა ამას როგორც პროვოკაციას, არის რთული ვითარება რეგიონში მთლიანად და ჩვენ უნდა ვიყოთ უაღრესად ფრთხილად, რომ არ წარმოვედგოთ პროვოკაციას. ასეთ ნაბიჯებს ჩვენ ვფასუხობთ კოორდინირებული მუშაობით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რუსეთის ფედერაციის თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც ესეთ რამეს ახორციელებენ, მინდა ხაზგასმით თქვა, ამ პროვოკაციებს ჩვენ არ ავღვებით. დაახლოებით 1000-მდე საჰაერო სივრცის დარღვევას ჰქონდა ადგილი 2008 წლის შემდეგ. მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ ვითარებას და ყველა მოქმედებისთვის არის შესაბამისი სცენარი მზადყოფნის გამოცხადებული. მე მინდა გითხრათ, რომ არანაირი საფრთხე ამ გადაფრენას ჩვენი უსაფრთხოებისთვის იმ მოცემულ მომენტში დამატებით არ შეუქმნია. ჩვენ ვართ მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში, იმიტომ რომ 20% ჩვენი ტერიტორია არის ოკუპირებული, აქედან გამომდინარე ჩვენს გეგმებში ამითი არაფერი არ შეცვლილა.